ვისაუბროთ აწილადების გამოკლების შესახებ და შევასრულოთ ისეთი გამოკლება, როდესაც მთელ რიცხვს ვაკლებთ აწილადს და ეს მთელი რიცხვი არის ჩაწერილი ერთი ციფრისგან. ასე მაგალითად, მოცემულ მაგალითში 7 მთელს უნდა გამოვაკლოთ 0.7. გამოკლების შესასრულებლად გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული ქვეშმიწერით ჩაწერა. ჯერ დავწეროთ საკლები 7 და მის ქვემოთ დავწეროთ მაკლები. ასე დროს უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, რომ შესაბამისი თანრიგების გამოსახული ციფრები იყვნენ ერთმანეთის ქვეშ. ამიტომ რახან მეორე აწილადში ანუ მაკლებში გვაქვს 0. მთელი დავწეროთ მთელის ქვეშ 0, შემდეგ მძიმე და 7/10. ჩვენ მთელი ნაწილი შეგვიძლია საკლებშიც გამოვყოთ მძიმით და მძიმის შემდეგ დავწეროთ იმდენი 0, რამდენიც საჭიროა, რადგან ვიცით, რომ ეს რიცხვის მნიშვნელობას არ შეცვლის. ამიტომ მოცემული ცარიელი ადგილი, გამოტოვებული ცარიელი ადგილი 7-იანის ზემოთ აი აქ შევავსოთ 0-იანით. ანუ ამ შემთხვევაში გამოკლების პროცესი ემსგავსება მთელი რიცხვების გამოკლებას. ანუ თუ ჩვენ მძიმეს ყურადღებას არ მივაქცევთ, ანუ ამ შემთხვევაში აწილადების გამოკლება ის იგივეა, რაც უბრალოდ ავდგეთ და 70-ს გამოვაკლოთ 7 და შემდეგ უბრალოდ დავსვათ მძიმე ზუსტად იმ ადგილას, სადაც ეწერა გამოკლების დაწყებამდე. ამიტომ დავიწყოთ გამოკლება. გამოკლებას ვასრულებთ სვეტების მიხედვით. 0-ს უნდა გამოვაკლოთ 7, მაგრამ 0, რადგან ნაკლებია 7-იანზე, დაგვჭირდება ციფრის სესხება, რომელსაც ვისესხებთ მის წინ მდგომი ციფრისგან, ანუ 7-იანისგან. 7-იანისგან თუ ვისესხებთ 1-იანს, 7-იანი შეიძლება 6-იანით, ხოლო 0 10-ით. ეს 1-იანი დაიწერება წინ. ახლა 10 უკვე მეტია 7-ზე და ამიტომ შეგვიძლია გამოვაკლოთ 10 გამოკლებული 7, ეს არის 3. ახლა მეორე სვეტზე გადავიდეთ და 6 გამოვაკლოთ 0. 6 რომ 0 გამოვაკლოთ არის 6. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე მძიმის დასვა. მძიმე ამ შემთხვევაში და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში აწილადების გამოკლების დროს დავიმახსოვროთ, რომ ის იწერება იმავე ადგილას, ანუ ჩამოდის ვერტიკალურად ქვემოთ. აი ასეთი მიმართულებით. და დაიწერება 6-იანის შემდეგ მძიმე, ანუ ეს არის 6.3. ახლა გავაკეთოთ მეორე მაგალითი იგივე წესით და 2 მთელს გამოვაკლოთ 0.9. მთელი დავწეროთ მთელის ქვეშ. შემდეგ დავწეროთ მე-10 ნაწილი. 2-იანიც გამოვყოთ მძიმით, 2 მთელი და ცარიელი ადგილი შევავსოთ 0-იანით. შევასრულოთ გამოკლება იგივე წესით. ჩვეულებრივ მთელ რიცხვებს როგორც გამოვაკლებდით. 0-ს 9 არ გამოვაკლდება, ამიტომ ვისესხებთ 1-ს. აქ გახდება 1. 10-იანი 0 შეიცვლება 10-ით. 10 მეტია უკვე 9-ზე, ამიტომ 10-ს გამოვაკლოთ 9 არის 1. 1-ს გამოკლებული 0, ანუ არაფერი, ეს არის ისევე 1. ну 1. მძიმედ ჩამოდის ზუსტად იმ მდებარეობას იკავებს, რომელიც მანამდე ჰქონდა. 1.1.